ეხა განახევთ რა შევიძინე პოლონეთში 430 ლარად. დავიწყოთ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, დღეს შემოგთავაზებთ რა შევიძინე პოლონეთში 588 ზლოტად, 427 ლარად. დავიწყოთ. ყველაფრის ფასებს ეხა ვერ გეტყვით, ძალიან დიდი ჩეკია. ბოლოს ჩეკსაც კარგად გადავუღებ ფოტოს, რომ კარგად ნახოთ. დავიწყოთ. ვიყიდე ესეთი ზეთი, 2 ცალი. 2 ლიტრიანებია თითო. ვიყიდე ასევე ლიტრიანი ზეთები, 2 ცალი, აქციით იყო. ჭურჭლის ჟელე, სადღაც 1 ცალია კიდე იმასაც განახებთ. 2 ცალი კვერცხი, თითოში არის 20 ცალი. აი ეს 40 ცალი კვერცხი. ერთი ესეთი სარეცხი სითხე XL-ი. პატარა წყალი გაზიანი, კიტრი, ერთი კოკა-კოლა 2 ლიტრიანი, პომიდორი, 2 ცალი კბილის პასტა, ესეთი აქციით იყო, ესეთი თევზი, ესეთი ბულკი 1 და კიდე არის 2 ცალი, დავდებ. ასევე მარილი. ესეთი სუნელები, ესენი ძალიან გემრიელია 3 ცალი. ასევე დროჟი ვიყიდე 10 ცალი, 3 აქ არის და კიდევ ნახავ ჩანთაში სად არის. ესეთი ჟელე 1. აი დროჟი. ესეთი ძეხვები ვიყიდე ბავშვებს, ძალიან მიყვარს. ესევე სოსისები ვიყიდე, აქციით იყო 2 პაჭკა. ესეთი ჟელეები, ჟელე ვიყიდე ძალიან ბევრი და ეს რეცეპტისთვის მინდა და უმაგრეს რეცეპტს გადავეხებ და განახებთ. ასევე მალინის ესეთ კიდე ერთი ძეხვი. 5 ცალი ესეთი ვაფლი აქციით იყო. ეს მე აქი საფუარი. ასევე 1 ცალი ესეთი სნეკი შეკრავ ბავშვებისთვის. მაკარონი. ეს კიდე ჟელეები. ნაბვის ცელოფანი. ეს ოროსკალა. ლავაზასი ძალიან მაგარია აპარატისთვის. ასევე 2 პაჭკა შაქარი. ეს ბულკები რო გითხარით, სულ 3 ცალი ვიყიდე. ასევე გრეჩიხა. ესეთი მეორეც უნდა იყოს. ეს კიდე ჟელეები. ესეთი შეას თესლი არ არის. სელის თესლი, აი, ესეთი 1 ცალი. ესეთი დაფები ვიყიდე ვიდეოებისთვის, არ მქონდა ლამაზი დაფები და ხე შევიძინე და ესე რომ აწი ამ დაფებზე მოვამზადებ. ამას ესე დავდებ. ეს 1 პაკი. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. ესეთი 1 მარშმელო ვიყიდე ბავშვებს, დიდი. ეს მეორე ჟელე, რო გითხარით, ჟელე 2 ვიყიდე თქო. ასევე 2 ცალი არაჟანი. ესეთ ჟელეებთან მინდა რეცეპტისთვის. ხახო ვიყიდე. ესეთი სოსისები, გემრიელესია 2 პაჭკა. სამი ცალი ესეთი დაჭრილი სოსისი ვეუღებ. აი ესეთებია. აქციით იყო. უმეტესად რასაც ხედავთ, ყველაფერი აქციით იყო. მაგიტო ვამბობ, ყოველთვის არის მაღაზიაში აქციები.
ეს კიდე ერთი გრეჩიხა, ესეთი ვიყიდე. ეს მეორე გრეჩიხა, აი ესე. ოთხი ბაჭკა ლობიო ვიყიდე, ლობიანები გავაკეთოთ ლორით. ამას სად დავატიო? მართლა არ ვიცი სად დავატიო. ეს კიდე მაკარონები. ეს კარტოფილი. ჩემო ძვირფასებო, მაგიდაზე არ მეტევა. რაღაცა უნდა მოვიფიქრო. აი ესევე დავაწყობ. მაგრამ მაგ ბევრი რაღაცები არ გამოჩნდება და მინდა რომ ყველაფერი გამოჩნდეს. ასევე ვანილის შაქარი 5 ცალია პაჭკაში. ეს ჟელეები კიდე უგემრიელესია. 2 ცალი ბრინჯი. 400 გრამიანია თითო პაჭკა. რავი, ესე დავაწყოთ, დავატიოთ როგორ. და ესეც კიდე 1 ცალი გრეჩიხა. ეხლა ფქვილი ესეთი პაჭკა 8 ცალია თითოში ვიყიდე 3. ამასაც ესე დავდებ. იმედი არ გადაიყრება. 3 პაჭკა ვიყიდე ეს ფქვილი. აი და ბოლოს განახებთ ჩეკს და შეგიძლიათ შეამოწმოთ ყველაფერი წერი ამ ჩეკში. ეხლა წყლები და ჩემ მეუღლე უნდა მომეხმარო სადმე უნდა დადას, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი სად დავატიო. აი ესე წყალი 2 ბოთლი. წყალი აუცილებლად უნდა იყიდო. კრანის წყალი არ ვარგა. და ასევე ჩაი. აი ესეთი. ერთი წამით ამის მოვიფიქრებ. ესე ჩავაკებ როგორმე და ამ ყველაფერს ახლა გადავღებ ფოტოს. ჩემო ძვირფასებო, აი ამდენი რამე შევიძინე 427 ლარად. აი ჩეკი. ყველაფერი აქ წერია 588 ზლოტად. აი, ნახეთ, ყველაფერი აქ წერია რა შევიძინე. და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას იყიდით საქართველოში 430 ლარად. აი ამდენი რამე მოვიდა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააზიარეთ ჩემი ვიდეოები. თქვენთვის ეს რთული არ არის და მე ამით ძალიან დამეხმარებით, დამიკომენტარეთ ნებისმიერი თქვენი რეაქცია გამოხატული ჩემ ვიდეოებზე ჩემი არხისთვის წინსვლა. ესე რომ მომავალ შეხვედრამდე ამით ძალიან კარგ რაღაცებს მოვამზადებ და ბევრ ვიდეოსაც გადავიღებ და მომავალ შეხვედრამდე.